გუშინ მოხდა ამბაზრზენი ფაქტი, რომელსაც ალბათ არავინ არ მოველოდით. 200 კაცით, 200 პოლიციელით, ბორკილებ დადებული გამოიყვანეს ღვაწლოსილი პედიატრი, პედაგოგი, მეგობარი, უამრავი პედიატრიული ახალგაზრდობის აღმზრდელი, კაც რომელსაც გადარჩენილი ყავს 1000-ობით ბავშვი და ამ ხელისუფლებას ერთი ნატაბალი ტვინი რო ქონდეს თავში, ეს კაცი ბორკილებ დადებული კი არა, ხელის გულზე უნდა ატაროს. იმიტომ რომ მისი ღვაწლი, მისი დამსახურება წარმოუდგენლად დიდი არის. აქ ვინც ვართ, ექიმები წარმოდგენილები, ჩვენი უმეტესობა ბატონი გოგის გაზრდილია, პირადად ჩემი მასალებელიც იყო პედიატრიაში და ასისტენტი იყო. ვინც იცნობს ბატონ გოგის დამეთანხმება, რომ ამ ადამიანში ერთი ნატაბალი აგრესიის, ერთი ნატაბალი არ არის იმისი, რომ რაღაცა გააფუჭოს. მას რაც ამოძრავებს არის პატრიოტიზმი, ამ ქვეყნის სიყვარული, ამ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა და სწორედ ეს არის მისი დანაშაული. დღეს ხელისუფლებამ გადმოგვიგდო ლუკმასავით, რომ გირაოთი ათავისუფლებს ბატონ გოგი ჩახუნაშვილს. ეს რას ნიშნავს? რომ კი ის დამნაშავეა, მაგრამ მიზეზთან გამო უშობთ გირაოთი. ნურას უკაცრავად ბატონებო, ნურას უკაცრავად. შორს თქვენი ბინძური ხელები, ივანიშვილისა და ბილარაძის ბინძური ხელები ექიმებისგან და კერძოდ კიდე ბატონი გოგი ჩახუნაშვილისგან. ჩვენი კოლეგა არის უდანაშაულო და ჩვენ ქართველი ექიმები თავს მივცემ უფლებას და მათი სახელით ვილაპარაკებ უმრავლესობის. მოვითხოვთ, რომ გათავისუფლებული იყოს გოგი ექიმი პატიმრობიდან, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ რამის გამოძიება გინდა, შეგიძლიათ იციოთ და ეს ადამიანი იყოს სახლში და მიხედოს თავის ოჯახს, მიხედოს თავის პაციენტებს და მიხედოს თავის ჯანმრთელობას და მერე თუ რამე გაირკვევა, რაში ძალიან ეჭვგვეპარება ყველას, მერე შესაბამისად პასუხისმგებლობას არც ერთი ჩვენთაგანი, რომელიც აქ გავართ, მიუხედავად პროფესიისა, არ გაურბივართ. ამიტომ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის ჩვენი კოლეგის გათავისუფლება. არანაირი გირაო და არანაირი საპატიმრო გირაო. არ არის ის კაცი ტერორისტი და არ ჭირდება მას ციხეში სდომა. გამოიძიეთ რისი გამოძიებას გინდათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და უკაცრავად ემოციებით. მეგობრებო, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა წუხელ. აქ საბჭოთა რეპრესიებზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან უნიჭო ვერსია გამოვიდა საბჭოთა რეპრესიების. უნდა ჩვენი დაშინება, მაგრამ ხო ხედავთ, არავის არ ეშინია ამათი. ეს კიდევ რისი ნიშანი იყო ჩვენთვის, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ესენი არიან ტერმინალურ ფაზაში, იმიტომ რომ როგორც კი მიადგები საზოგადოებაში ყველაზე დაფასებულ ფენას, ყველაზე დაფასებულ კასტას, ექიმებს და მათ შორის ძალიან ცნობილ ექიმებს, ეს ნიშნავს, რომ არეული გაქვს უკვე ყველაფერი და ძალიან გიჭირს და ვეღარ აკონტროლებთ საკუთარ ქცევებს. ამათი ამბავი არის მოთავებული. მე გოგის და ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ ხნეობას, მათ ეს არ აკლიათ, აქაც ხელისუფლებამ წააგო და ჩვენ ძალიან მალე ეს ქვეყანა გვექნება თავისუფალი, ეს ხალხი, ვინც ახლა ეგრეთ წოდებულ მთავრობაშია, არის სრულიად არალეგალური და არალეგიტიმური და მათ მოევლებათ, ჩაბარდებიან ისტორიას და ჩვენ გავაგრძელებთ სიარულს ევროპისკენ, რისიც ესე ეშინია ამ გაუბედურებულ რეჟიმს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება გოგი ჩახუნაშვილს.